მოგესალმებით ყველას. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერშია გადაცემა თაობიდან თაობამდე. დიახ, არ შემშლია. გადაცემა თაობიდან თაობამდე. საქმე იმაში გახლავთ, რომ ყოველ ამიერიდან ყოველ სამშაბათს ნაცვლად ხუთშაბათისა და ნაცვლად 21 საათისა და 30 წუთისა გადაცემა თაობიდან თაობამდე ეთერში გავა 17 საათსა და 30 წუთზე, ანუ საღამოს 6-ის ნახევარზე. ეს მათთვის, ვისაც ხუთშაბათს რაღაც მიზეზების გამო არ უყურებია ჩემი გადაცემისათვის, იმიტომ რომ მე ხუთშაბათს ეს გამოვაცხადე. ხოლო ვინც გვიყურეთ, მათთვის კი ვიმეორებ, რომ სამშაბათობით 17 საათსა და 30 წუთზე მედია კავშირი პირდაპირ ეთერში გელოდებათ გადაცემა თაობიდან თაობამდე. შეგახსენებთ ჩვენს უცვლელ ტელეფონის ნომერს 2-388-105 და Skype-ს ობიექტივი ლათინური ასოებით. რაც შეეხება ჩემს დღევანდელ სტუმრებს, 9 ივლისს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზმა უმასპინძლა ქალბატონების კვარტეტს, რომელთა მიერ შესრულებული არაჩვეულებრივი სიმღერები 35 წელი არ მოусმენია საზოგადოებას. ეს გახლავთ უნივერსიტეტთან არსებული ფილოლოგების კვარტეტად წოდებული კვარტეტი. თუმცა დღეს ჩემს გადაცემაში ქალბატონების თხოვნით მინდა გავაჟღერო ერთი რამ. კი, მაშინ და ეხლა საზოგადოება იცნობს ამ ქალბატონებს როგორც ფილოლოგების კვარტეტი, მაგრამ თუ ჩვენი რადიომსმენელი და ტელემაყურებელი დარეკავს და ამ ქალბატონების მოსმენის შემდეგ დააფიქსირებს თავის მოსაზრებას კვარტეტის სახელწოდების შეცვლის თაობაზე, ან ახალი სახელწოდების, როგორც ნებავთ ისე გაიგეთ, თაობაზე ჩვენ მადლობელნი დაგრჩებით, ოღონდ საქმე იმაშია, რომ ეს ზარი ეთერში არ გავა, ეს ზარი უბრალოდ დააფიქსირეთ თქვენ და შემდეგ გადაცემის სრულობისას დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება რა გინდათ რომ ეწოდოს ამ კვარტეტს და გადაცემის სრულობისას ჩვენ წავიკითხავთ შესაძლო ვარიანტებს და თქვენთან ერთად, ქალბატონებთან ერთად შევარჩევთ უკვე მოგვიანებით გადაცემის შემდეგ. რაც შეეხება ჩემს დღევანდელ სტუმრებს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ფილოლოგების კვარტეტია და დავიწყებ ქალბატონი წარდგენით ქალბატონი გულიკო ქსანდოპულოსი, რადგან რატომ ამას შემდგომ მოგახსენებთ, ქალბატონი გულიკო ქსანდოპულო, ქალბატონი მარიკა ჩიქოვანი, ქალბატონი ნატა გუნცაძე და ქალბატონი ნატა შარვაძე. მოგესალმებით ქალბატონებო და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგეხადოთ იმისთვის, რომ მოხვედით ჩემს გადაცემაში. და პირდაპირ მინდა გადავიდე ქალბატონ გულიკოსთან. 35 წელია ამ ქალბატონ თქვენი ხმა არავის გაუგია, მხოლოდ ვიწროტრეს არ გულისხმობს, ფართო საზოგადოებას გულისხმობს. ეს მაშინ, როდესაც 1976 წლის შემდეგ, როდესაც შეიქმნა ეს კვარტეტი, თითქმის კვირაში ერთხელ მეტჯერ თუ არა ანებივრებდით მსმენელს თქვენი არაჩვეულებრივი სიმღერებით და მუსიკით. აი ჩამოხვედით თქვენ არ ბრძანდებოდით ქალბატონო გულიკო, რატო ვიწყებთ თქვენი საუბარი? თქვენ არ ბრძანდებოდით საქართველოში. თქვენ იყავით უკრაინაში გარკვეული მიზეზების გამო და ჩამოსვლისთანავე დარეკეთ გოგორი ქალბატონებთან და შეკრიბეთ ქალბატონები. აი ჯერ მაინტერესებს თქვენ ქალბატონებო რატო არ ეკავდით ერთმანეთთან, მაგრამ მოდით ქალბატონი გულიკოთი დავიწყოთ. ყოველისა მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყურებლებო, რადიომსმენელებო, მადლობა ქალბატონო მანანა დღეს მოწვევისთვის. და სარგებლობ შემთხვევით, მე არ ვიცი როდის მომეცემა ეს შემთხვევა და დიდი მადლობა ობიექტივის ყველა თანამშრომელს იმისთვის, რომ თქვენ არსებობ. გაიხარეთ. თქვენ აკეთებთ ძალიან დიდ საქმეს. ეხლა რაც შეეხება ჩვენს კვარტეტს, მოხდა ისე, რომ რაც თქვენ ბრძანეთ ჩვენი ინტენსიური კონცერტების შემდეგ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოხდა ისე, რომ ოჯახი შეფასთან დაკავშირებით გადავსახლე უკრაინაში. საქმეა, ვერაფერს ვიტყვით. დაახლოებით 10 წელი ცხოვრობდი, ძალიან მოკლედ მოგახსენებთ, იქ სკოლაში მუშაობდი მუსიკის მასწავლებლად და იმდენად დიდი იყო მონატრება, ნოსტალგია.
ჩემი გოგონების რომ ჩამოვაყალიბე სკოლაში კვარტეტი და უკრაინულ და რუსულ სიმღერებთან ერთად შევასწავლე ქართული სიმღერები, მათ შორის სულიკო, ჩიტო გრიტო, რომელიც ძალიან უყვარდა და გრიტოს ვერ ამბობდნენ და რატომღაც დიახ ბრიტოს ამბობდნენ და მოხდით, აი ოლიმპიადები იყო მაშინ მოსავლე და გავიმარჯვეთ იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობდი და კიევში ძალიან დიდ კონცერტზე მოხდით ჩვენი სულიკოთი და ჩვენი ამ საუნჯით და არაჩვეულებრივად ღეროდნენ გოგონები. შემდეგ ქუთაისში ცხოვრობდი დანარჩენი დრო და აი ახლა გასულ წელს მოხდა ისე როგორ დავსახლდი თბილისში და ის საყოფაცხოვრებო პრობლემები არ მქონდა მოგვარებული რომ შევეხვიანე ჩემ გოგონებს და რა ვიცი ეს ალბათ დიდი მონატრება იყო მათაც რო ასე მოუნატრებოდა დანარჩენები ალბათ ისინი ზუსტად ასე მოიქცეოდნენ აი ესეც თქვენ ჩემო არაჩვეულებრივად არა ასე მოიქცეოდნენ უბრალოდ ჩემგან იმიტომ მოხდა რომ დიდი იყო ძალიან მონატრება და ფიზიკური დაშორება შეუდექით და რაც გამოვიდა აი ახლა მარიკა აი ეხლა მინდა შენ კითხო დაგიგერეკა ქალბატონმა გულიკომ და შემდეგ რა მოხდა? აი ეს 9 ივლისის ამბები მაინტერესებს და შემდეგ გადავალთ სიმღერებზე. მოგესალმებით. 9 ივლისს რაც შეეხება ეს იყო შესანიშნავი საღამო. ჩვენთვის ნამდვილად დიდი ბედნიერება იყო კვლავ ერთად შეხვედრა, გახსენება ძველი რეპერტუარის და შესრულება ახალი ძალიან საინტერესო და ლამაზი სიმღერებისა ჩვენი მეგობრის ნატა გუნციკიძის შემოქმედებიდან. ჩემი მხრიდან შეიძლება უხერხული იყოს, მაგრამ დარბაზში და დამსწრეთა რეაქციით, მათი შტაბ-ჭრილებით შეგვიძლია ნამდვილად დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს იყო ყველასთვის მეტად ყველასთვის ძალიან სასიამოვნო სიტყვა არ არის. მოკლედ იქ ცრემლიც იყო, სიტყვაც იყო, მოფერებაც იყო და ასე რომ მართლაც დიდებულად ჩაიარა ამ საღამომ. მას საღამოს კიდე დაუბრუნდებით. ჩვენ დიდი მადლობა. ნატა, თქვენ პედაგოგი ბრძანდებით. ბავშვებთან რომ ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლით ბავშვებს, ხო? ქონიათ შემთხვევა, რომ აი რაღაცა თვითონ გაკვეთილი სრულობისას მოგდომებიათ, რომ ბავშვებისთვის აი ცოტა ხანი ერთით 15 წუთით მაინც დაგეთქვათ მუსიკისთვის, სიმღერისთვის. მესმის რომ ეს ცოტა არ შეიძლება, მაგრამ შემოქმედი ხო იმის რისი შემოქმედია თუ ჩარჩო არ გაარღვია და თუ არ გავიდა. აი ეს მაინტერესებს. დავიწყე თბილისის 56 საშუალო სკოლაში, რომელიც რუსულენოვანი სკოლა იყო, ალბათ ყველასთვის ცნობილია და იქ იყვნენ სხვადასხვა წარმოშობის ბავშვები, იყვნენ აზერბაიჯანელები, სომხური წარმოშობის ბავშვები, რუსები და სხვათა შორის ყველასთვის გასაოცრად ძალიან უყვარდათ ქართული ენის გაკვეთილი. ძალიან ხალისით და კარგად სწავლობდნენ და აი სწორედ მათთან მქონდა მე ეს სასიმღერო პრაქტიკა. მათ ვასწავლიდი ქართულ სიმღერებს, პოპულარული სიმღერები რომლებიც იყო, ამ სიმღერებს და დიდის მონდომებით და სიხარულით ასრულებდნენ ბავშვები ამ სიმღერებს. გასაგებია, დიდი მადლობა. ნატა, დაახლოებით 40-მდე სიმღერის მუსიკის ავტორი ხართ. ხომ? და აი სად მიდის ეს სიმღერები, ვინ მღერის ამ სიმღერებს? თქვენ სიმღერებს ხალხი მღერის, ქალბატონო ნანდა. ხო, უნდა იმღეროს ესეთ. ხო. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, სტუდიას, ობიექტივს. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს სიმღერები დაიბადა ჩემი სტუდენტური ცხოვრების პერიოდში, ნაწილი, მცირე ნაწილი და არ შემიძლია არ აღნიშნო, რომ საერთოდ ჩემი ამღერება და ეს კომპოზიციები, რაც მე ასე ვთქვათ, მეკუთვნის, თუ ხმამაღლა არ გამომივა ნათქვამი, ეს ყველაფერი დაიწყო ერთი დიდი სათავიდან. მოგეხსენებათ, კულტურულ ვაკუუმში არაფერი არ იბადება და ამას ყველაფერს თავისი კვებავი წყარო სჭირდება. აი ასეთი კვებავი წყარო ჩემთვის იყო ჩიქოვანების
ჩემი მეგობრის მარიკაც ოჯახი, არაჩვეულებრივი ოჯახი, სადაც ძალიან ხშირად დავდიოდი ხოლმე, ვისმენდი არაჩვეულებრივ სიმღერებს, მღეროდნენ მასპინძლები, მღეროდნენ სტუმრები და ეს ჩემთვის აღმოჩნდა რაღაც დიდი შთაგონების წყარო. რამდენი ხანია წერტნოდა? იცით, აი თითქმის მთელი ცხოვრება რაც ეხლაც არ წერეთ. ამ ბოლო პერიოდს თუ გავითვალისწინებთ არ მაგონდება რომ ახალი სიმღერა დამეწეროს, მაგრამ სადასრულებ ხოლმე ნატა. თვითონ მეგობრების წრეში. ჩემი მეგობრების საზოგადოებისთვის ყველა ახალი ეს ხო გვიმღერებთ აუცილებლად. დიდი სიამოვნებით. მოდით ახლა ვიდრე ქალბატონები ცოცხლად პირდაპირ ეთერში შეგვისრულებდნენ, ნახოთ წეგან რომ ახსენებდით 9 ივლისის საღამოს ფრაგმენტი, გთხოვთ გავუშვათ ორი ვიდეო ზედიზედ თუ შეიძლება.
დაბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩემო ძვირფასებო და ქალბატონ გულიკო მე მაინტერესებს აი ეხლა რას აპირებთ თქვენ კვარტეტთან დაკავშირებით ისე გამოიჩენთ ინიციატივას? ეხლა უკვე უფლება აღარა გვაქვს რომ გავჩერდეთ, წინ უნდა წავიდეთ, რეპეტიციები დავნიშნოთ სისტემატურად. ღვთისწყალობით ჩვენს შორის არის ადამიანი, ვინც წერს სიმღერებს და ალბათ შევასრულებთ ნადა სიმღერებს და ალბათ გავზრდით უფრო და გავამრავალფეროვნებთ რეპერტუარს. ასე იქნება ალბათ. მარიკა, ეხლა აი როგორ ჩამოუვართვა ქალბატონ მარიკა ჩიქოვას პირობა პირდაპირ ეთერში, მაგრამ თვათ პირობას არ გართმევ, მაგრამ უბრალოდ ხოვნის სახით და ეს არ არის მხოლოდ ჩემი თხოვნა. ეს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის თხოვნაა, რომ როდესაც თხოვენ მარიკა ჩიქოვას ჩაერთოს საზოგადოებრივ საქმიანობაში, თავისი არაჩვეულებრივი ერთი მხარე დაკავებულია გასაგებია ჩართული ხარ, მაგრამ იმ მხარეს გულისხმობ, რასაც შემოქმედებითობა და სიმღერა ქვია. აი სიმღერით რომ ჩაერთა საზოგადოებაში, აი ძალიან გთხოვ რომ უარი აღარ თქვა და მოდი ახლა მოგვიყევი შენთვის რა არის სიმღერა? ჩემთვის სიმღერა რომ მთელი ცხოვრება ალბათ ვინც იცნობს ჩვენი ოჯახის შემოქმედებას, მისთვის ეს უცხო არ არის. ყველა იცნობს მარიკა, შეიძლება ვინც იცნობს და ბუნებრივია ჩემი მეგობრების წრეც ყოველ შემთხვევაში აუცილებლად იქნებოდნენ იმ ჩემი მეგობრების დიდ წრეში ის ადამიანები, რომლებიც ასევე იყვნენ შეყვარებული სიმღერაზე და აი ეს ჩემი მეგობრების ეს წრე სწორედ ამის მაგალითია. ჩვენ სტუდენტობის პერიოდში გავიცანით ერთმანეთი სტუდენტური დღეების ჩატარების პროცესში ეს საკმაოდ პოპულარული ღონისძიება იყო იმ დროს, როცა ჩვენ ვიყავით სტუდენტები და იქ ხდებოდა შერჩევა სხვა ფაკულტეტებიდან მოკლედ ეს იქნებოდა კლასიკური მუსიკით გატაცებული, ფოლკლორით, ყველაფრით მოკლედ დეკლამაცია, ასე შემდეგ და იქ მოხდა ფილოლოგიის ფაკულტეტის კონცერტის ზადების პროცესში დუეტი და შემდეგ მეორე დუეტი შეუერთდა, ხო? აი ზადების პროცესში ჩამოყალიბდა ეს ჩვენი კვარტეტი. დიდი მადლობა. ნატა, აი ამ დუეტის და შემდეგ მეორე დუეტის შესახებ მოგვეტყვი. თავდაპირველად მე და გულიკო თანაკურსელები ვართ, ნატა და მარიკა თანაკურსელები და პირველ კურსზე ვიყავით, როცა მოხდა შერჩევა მუსიკალური მონაცემების მქონე სტუდენტების და მე და გულიკო შეგვარჩიეს მათ შორის, შეიქმნა ფილოლოგიის ფაკულტეტის გუნდი და ამ გუნდში მე და გულიკო ვასრულებდით სოლოს ჩელაში. ცნობილი სიმღერა ჩელაში. ამის შემდეგ მე და გულიკო ერთად შევასრულეთ მეფერება მზე, ანა კალანდაძის ლექსი არაჩვეულებრივი სიმღერა და აქედან ჩამოყალიბდა ჩვენი დუეტი. ჩვენ როცა მეორე კურსზე ვიყავით, სწორედ მაშინ გავიცანით მარიკა და ნატა. ნატა თავისი არაჩვეულებრივი ესეთი ტემბრის ხმით და მარიკას კიდე მე მგონი მთელი საქართველო იცნობდა და არ ჭირდებოდა წარდგენა განსაკუთრებული. დიდი მადლობა. ნატა, მაშინ რა ჟანრს ასრულებთ? მხოლოდ ერთი ჟანრი იყო თუ სხვადასხვა? მრავალფეროვანი იყო, ხო? მუსიკა ყოველთვის მიყვარდა და რაღაც ჩემეული სტიპიროვნებისეული იდო იმაში რომ აი მუსიკის ყველა ჟანრი განსაკუთრებულად მიზიდავდა და მომწონდა. და ასრულებით კიდე სხვა. მაგრამ აი ბავშვობიდანვე მინდა გითხრათ რომ ძალიან მომწონდა ასეთი რომანსის სტილის სიმღერები. აი მახსოვს როდესაც მუსიკალურში მისაღებზე წარდგა იქ კომისიის წინ ჩემი ფირფიტიდან დასწავლი რომანსი მიმყერე. მაშინ რუსულ სიტყვებს ამახინჯებდი. ეს იყო ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული სიმღერა იეხალინა ტროიკეს ბუბინ 3 და ეს ძალიან მომწონდა ეს რომანსები, რუსული რომანსები.
რაღაც ის ჩემი გატაცება იყო და სხვა შორის აი ბავშვობიდანვე სკოლიდან რომ ბრუნდებოდი სარკის წინ საათობით შემეძლო დგომა და სიმღერა მაგრამ ეს რაღაცა ისეთი ბავშვური ჩემი გატაცება იყო ძალიან სასიამოვნო გატაცება თამაში შეიძლება სასიამოვნო და სასარგებლო გატაცება მოდით ახლა რა შეგვისრულებთ პირდაპირ ეთერში გთხოვთ დიდი მადლობა შევასრულებ ცინუკი დადიანის შესანიშნავ სიმღერას რომელიც მას შექმნა ანა კალანდაძის ლექს ეს არის ბიტფოთოლის შენი შეიძლება დავამატოთ შეიძლება რომ არ გარკვეული კომენტარი არ გავაკეთოთ ეს არის მართლაც ულამაზესი სიმღერა შესანიშნავი ქალბატონის ცინუკი დადიანის ეს ექიმი იყო და ამავე დროს ხელოვანი და თვითონ ასრულებდა ამას, რა თქმა უნდა, შესანიშნავად. და მას შემდეგ უკვე სხვებმაც შეასრულეს, მაგრამ ნუ ჩამოგვათ მართმევთ სუბიექტურობაში. ნატას შესრულებული მაგნოლია ეს ჯერ კიდევ უნივერსიტეტს ჩვენი სტუდენტობის დროს დაამახსოვრდა და ეხლაც ძალიან ბევრს ახსოვს და ნუ ისიამოვნეს ძალიან 9 ივლისის კონცერტზედაც მისი არაჩვეულებრივი ტემბრისა და ჩემმა მაყურებლებმაც და მსმენელებს წყალობით. გთხოვთ. ბიტფოთოლი შენი მზეზე მოციმციმე კარებს ახოლია და წასულა შენგან გაფრენილა შენგან მიწას და გონებია ისე გული მისი სხვათა უთხოვი გამოგონეა არავახსო ბარაბად ჩემო მაგნოლია ჩვენ ძვინავარეს ხვათა დამრისხანე ქართა ტრფობა გაგხოლია მიგავატონ მარად მათ სამხრეთის ქართა რაღაცა მოგონია მაგრამ გული მისი სხვათა უთხვი გამოგონეა არავახსო ბარაბად ჩემო მაგნოლია ასეთი წუთი დაუბრუნებელი შენს ხომ არ ქონია დაბრუნდება ისე შენც ხომ არ ქონია შვენიერის ხვების შვენიერი მթების ტრფობა გახოლია როგორ მინდა შენთან ჩემო მაგნოლია შვენიერი მթების შვენიერის ხვების ტრფობა გახოლია როგორ მინდა შენთან ჩემო მაგნოლია ქალბატონო გულიკო არაფერ შეიძლება არ ვახსენოთ ის ადამიანები აი მარიკა
ნატა ვინც გვერდით დაგიდგნენ 9 ივლისს ჩასატარებელ და ჩატარებულ აწუყვე ჩატარებულ საღამოზე. აი მოდით დავასახელოთ ვინ იყო. ძალიან ბევრი ყავდა, მაგრამ არიან გამოკვეთილი პიროვნებები, რომლებმაც თავი გადადეს ამ საქმისთვის. უპირველესად უნდა ვთქვათ, ჰუმანიტარული ფაკულტეტების დეკანი, ქალბატონი დარეჯან თვალთვაძე პროფესორი, ჩვენი თანაკურსელი სხვათა შორის. ნინო ჭუმბურიძე პროფესორი, რომლებიც არ ვიცი ახლა დღე არ გადიოდა ისე და არ ღამდებოდა ის დღე რომ რაღაც დამატებით ინფორმაცია არ მიგვეღო აბასაც ჩავატაროთ როგორ რა ფორმით და მადლობა ამ ადამიანის უწინარესყობისა მადლობა ორ გამორჩეულ ადამიანს რომლებმაც ძალიან დიდი ხვაწლი დაუგეს ამ კონცერტში. განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ ზურიკო მოგიყვანა თავისი ვაჟიშვილი, რომელიც გვიწევდა ჩვენ გიტარაზე. აი ზურიკო ჩვენს უნდა მოგვიყვანა, მაგრამ ნუ გამომდინარე იქნა რომ სტუდიაში ხო მიკროფონია, ამიტომ ხო აუცილებლად მოვიყვანთ. სხვათა შორის პედაგოგია სპეციალობით ზურიკო ქურდაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება. აი ესე დაგვიდგა გვერდით, ვთქვათ, დიდი მუსიკალური გემოვნების. ძალიან ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი. ახალგაზრდა კაცი რომ მუსიკალური გემოვნებით იქნება დაშვებული და თქვენ გვერდით სხვას არ თქვენი სტუდიიდანაც გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ ასეთი არაჩვეულებრივი მხარში დგომისთვის. და კიდევ დავამატოთ, ჩვენი კონცერტის წამყვანი იყო ჩვენი მეგობარი საერთო მეგობარი, უსაყვარლესი მწერალი, ქალბატონი თამარ მიქაძე, რომელიც არაჩვეულებრივად გაუძღვა შესანიშნავად, კდემით და მომხიბვლელობით. კარგი, მოდით ახლა მოვისმინოთ კიდევ ერთი სიმღერა ცხევლის ჩატარებული საღამოდან. გთხოვთ ჩავრთოთ ვიდეო.
სულ სხვანაირად აჟღერდა გული. შეჩერებული წამით ჩვენია. და გაგვახსენდა ის სიყვარული, დღეს რომ ჭაღარად შემოგჩენია. გავაგრძელო? უნდა გავაგრძელო. თითქოს გაიხსნეთ სამოგონებად, ზოგსაც ცრემლების დიოდა ღვარად. რისი ქალობა, თქვენ გოგონებად უბერებლები დარჩებით მარად. სხვაგვარი იყო ის დღე ივლისის და თქვენთან ერთად მღეროდა მთვარეც. თქვენით ხარობდა ჩვენი თბილისი. თქვენ გაგიმარჯოთ, თქვენ გენაცვალეთ. ეს გახლავთ ჩემო ძვირფასებო ზურა გოშაძის ლექსი. მე ნაწყვეტი წავიკითხე და კარგი იქნება ამას საერთოდ საზოგადოება თუ წაიკითხავს და ბატონი ზურას ლექსებს თუ გაეცნობა, ვინც არ იცნობს, რა თქმა უნდა და საერთოდ სამაგიდო წიგნს თუ გაიხდიან ახალგაზრდები, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი გემოვნებით შესრულებული რითმაც არის, შინაარსიც არის, სილამაზეც არის, სიყვარულიც არის და ყველაფერი კარგია. და მუსიკა თავისთავად და რაც შეეხება ახლა გაჟღერებულ სიმღერას ეს გახდათ გალტიონის ლექსზე ქალბატონი ნატა გუნციკიძის მუსიკაზე შექმნილი სიმღერა, რომელთაც ახლა მე თქვენთან ერთად ვისიამოვნე. მარიკა ბავშვი მე წინა გადაცემაზეც დაგისვი ეს შეკითხვა და აი ხა ამ ქალბატონებთან ერთად და ბავშვებთან დაკავშირებით თანამედროვე მოზარდ თაობას პირადად ჩემს ჟურნალისტიკის სახელოსნოს ბავშვებს მოზარდ თაობას უნდა მიეწოდოს ეს სიმღერები, ეს გემოვნებიანი მუსიკა საერთოდ ზოგადად დამეთანხმებით რომ თბილისში ძალიან ბევრი გემოვნებიანი შემსრულებელია. თბილისელები ქართველი ადამიანები განებივრებულები ვართ გემოვნებიანი მუსიკით, გემოვნებიანი ადამიანებით და აი ეს გემოვნებიანების გვერდით გემოვნებიანი კვარტეტი რო დადგება, კიდევ უფრო მეტი გემოვნებიანი მუსიკა გამოვა ასპარეზზე და მუსიკას მოусმენს მაყურებელი და მსმენელი. მარიკა, აი მაინტერესებს რას ფიქრობ, ბავშვებს ხონდა გადავცეთ ეს და აი რაღაცა გზაზე გიფიქრია? როგორ უნდა გადავცეთ? როგორ არა, ჩემო მანამ მარტო მოსმენა არ არის. რა თქმა უნდა და გავაგრძელებ შენს აზრს. აი დღევანდელ ჩვენს დროში, როცა ლიტერატურისა და ხელოვნების უამრავი დარგი წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრის, სტილის, მიმდინარეობის სიუხვით, იმიტომ რომ ჩვენ არ დავკარგოთ ჩვენს ეროვნულ ფესვზე ამოსდილი და ქართული კულტურის წიაღში გამოტარებული შემოქმედება, ამიტომ არის აუცილებელი ჩემი აზრით სრულფასოვანი განათლება, მათ შორის მუსიკალური განათლება. დღეს ჩვენ ისეთი რეალობის წინაშე ვდგევართ, როცა გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალი, შესანიშნავი ხმის პატრონი, შესანიშნავად ასრულებენ უცხოურ სხვადასხვა ჟანრის, ეს იქნება ჯაზი, ფოლკი, პოპი, როკი, რა ვიცი, ნაწარმოებებს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ზედაპირული ცოდნა აქვთ საკუთარი ეროვნული ფოლკლორული შემოქმედების, მე ვამბობ ხას უსვამ ზედაპირული. ანუ თქვენ ძანეთ რომ კარგი იქნება თუ დაინერგება ისევ ის რომ სავალდებულო იყოს მუსიკალური განათლება. სრულიად გეთანხმებით. სავალდებულო იყოს და მიიღოს, ამას კონდეს სისტემატიზირებული ხასიათი, ესეთი სწავლების. ქალბატონ გულიკოს უკვე აქვს ამის არაჩვეულებრივი გამოცდილება და ნუ აი ესე რაღაცნაირად შეიკრიბეთ და მოილაპარაკეთ და ჩამოყალიბდით და მე დაკავშირებით და ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. მოდით ახლა ნახოთ კიდევ ერთი ვიდეო. ისრელების გამგზავრებლები არიან, ტრადიციის გამგზავრებლები, რომელიც თანამედროვე ისრელები. ტრადიციასთან დამოკიდებულება ყოველთვის ძალიან საინტერესო არის. მე ვიტყოდი, რომ მათი დამოკიდებულება არის ეს ცნობიერია თუ არაცნობიერად ხდება. ამას არ ახერხა, არ აღნიშნულობა, მაგრამ მათ აქვს აი ამ ტრადიციასთან ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება. ძალიან საინტერესო დამოკიდებულება. აი ეს რაღაცაში ჩანს და ვიტყვი იმის. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ისრელების სამყარო, მუსიკალური სამყარო, რომელიც მართლა ფენომენალურია ქართულ კულტურაში. წარმოშობილია ქართული პოეზიის სიარული. ეგრე ბაკაკი წერეთის პოეზია.
არა იმიტომ რომ აკაკის უმეტესად აკაკის ტექსტებიდან ვერ ინიშნება აკაკის ლექსებზე. არამედ საერთოდ მათი ისეთი სოფლმეურნეობა თუ შეიძლება ჭალებში თქვა, არის აკაკისებრ რაღაც ახალგონიანებით, ასეც რაღაც მოულმენი ხვევლებით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს კვარტეტის ასრულებს ასე რომ აკაკის ლექსებზე სიმღერებს და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყოველთვის ძალიან კასრად არჩევს ტექსტს, ესე იგი ამიტომ მათი პრინციპით ასეთი როგორც იშნელებს. მათი მელოდიები ბადება პოეზიის სიახლოვე. ყოველთვის ლექსი ბადებს მათ მელოდიას. აი ხო არის ასე რომ ჯერ მუსიკა იწერება და მე რაღაცნაირად ტაფში რაღაცაში მიუსადაგებ ხოლმე ლექსს და სიტყვებს და ფრაზებს პოეტს. არა, აქაც არის როგორც იშნელებთან ხო შერწყმა ტექსტისა და მუსიკალური ნაწილის ერთმანეთთან. შესრულების და თქმა უნდა ეს არის მეგობრებო ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ამდენი მელოდია მუსიკა უნდა დაიბადოს კლასიკური ქართული პოეზიის სიახლოვე. ეს გოგონები იყვნენ ფილოლოგიას სწავლობდნენ, პოეზიით იყვნენ შთაგონებული, იყვნენ ლირიკული ბუნების ადამიანები. აი რა დღეს გვაქვს ყველაზე ეს გვაქვს ეს ქართული არტისტის და მელოდიურობა ხასი გაგებს არის ფიქრული მელოდია, მელოდიურობა თავის თელი საქმის ინტენსივით და მრავალფეროვნებით არის დაკარგული. შენარჩუნებულია ამას აი პროგრესი. ამ ქალბატონებს აესწრეს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. აი წევანებს გაიჟღერა, რომ დაწერილია ავტორებს დავასახელებ. ის ტექსტებიც არის მათი სიმღერები. რა თქმა უნდა, აგაგზელებელი, ნიშნულების განტოლი გამზელებები არიან. მე ვერ ვგულობ ამ სიტყვას გამზელებები, იმიტომ რომ სულ რაღაც ისეთი ცოტა შეიძლება ისეთი სიტყვა მოდერნიზება, მაგრამ მართლა რაღაცის გააკეთეს გადასხვაფერება ნიშნულების მელოდიების ამათ და შესრულების ტექნიკის. მაგრამ ავტორებს აი კაციან ამოგზავდება. არჩევენ ძალიან კაცად და ძალიან სათუთად და ფაქიზად. აკაკი წერეთლის დროში რომ გადავინაცვლოთ, პავლო იაშვილის, ცისფერ ყანწელების, საერთოდ ალექსანდრე საჯაიას ჩემო ძირფასებო დავაბრუნდით პირდაპირ ეთერში. ეს გახდათ არაჩვეულებრივი ლიტერატორი უნიჭიერესი ესეისტი მთარგმნელი პოეტი ბატონი ანდრო ბუაჩიძე, რომელმაც ძალიან ლამაზი შეფასება მიცა ქალბატონების შემოქმედებას იშხნელებზე იყო საუბარი და მოდით ახლა ვთხოვ ჩვენ სტუმრებს რომ დები იშხნელების რეპერტუარიდან ერთი სიმღერა შეგვისრულო. გთხოვთ. შენს ლამაზ თვალებს გამოდამავიწყო ის ალუბრები იცოდე როცა სხვას
ნახვა და მოდით ახლა გთხოვთ ჩავთოთ შემდეგი ვიდეო იქნება უხმოთ და გადავაბათ კიდევ ერთი სიმღერა თქვენი შესრულებით. ნატა სიმღერა ამჯერად. ნატა გუნციკიძის სიმღერა. ეს გახლავთ ცნობილი ფილოსოფოსი ზურავ კაკაბაძის ასე არჩეულებრივი პოეტი გახლავთ კერბოქარგული უკაცრავად კერბოქარგული ზღაპრებითია. ერთს დავამატებდი მანანა შესანიშნავ შემოქმედ ოჯახთან გვაქვს საქმე. ნატას მეუღლე იყო სწორედ ეს ბატონი ანდრო ბუაჩიძე, ასე რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ესეც რომ იყოს და არის პროფესორი. გთხოვთ ჩავთოთ ვიდეო. კერბოქარგული ზღაპრები ხებიადე მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს გთხოვთ გავთიშოთ ვიდეო, დიდი მადლობა. აი მაყურებლის ახლა ეს ემოცია გადმოვიდა ჩემზეც და წარმოგვიდგენთ მაქვს თქვენ ახლა იქ რა დღეში იქნებოდით. რა ემოცია წამოვიდა მაყურებლიდან მაინც ნატა? მაყურებლიდან იყო ძალიან დიდი სითბო. ძალიან დიდი სიყვარული ამას ყველაფერს ვგრძნობდით ჩვენ. ნუ ცრემლზე აღარ არის საუბარი და მინდა აღნიშნო რომ ყველაზე მეტად რაც გვესია მონა იქ იყო ჩვენი შვილების თაობა, რომელთაც აღნიშნეს აღფრთოვანებულები იყვნენ და შემდეგ კომენტარები გააკეთეს ჩვენთან საუბრისას, ნამდვილად არ ველოდითო გითხრეს. ვიცოდით რომ იქნებოდა კარგი ხარისხიანი მუსიკა, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდითო და მათი შეფასება ჩვენთვის ყველაზე ღირებული იყო და მე მაგიტომ ვიძახი, რომ აუცილებლად თქვენ არ უნდა გაჩერდეთ, აუცილებელია რომ ამან გაგრძელება ჰპოვოს, იმიტომ რომ თაობები უნდა აღიზარდნონ აი ესეთ მუსიკაზე. აი თქვენ საერთოდ ფარგლებს გარეთ არ გასულხართ, ხო? ის კერთ ფირის გარეთაც არ გასულხართ, ხო? თუ გქონდათ ადრე. გქონდათ სტუდენტების დროს აი ორი სიტყვით ნატა. დიახ, მოგახსენდა, როდესაც სტუდენტები ვიყავით, მაშინ იყო ასეთი შემთხვევები, აი არაჩვეულებრივი ღონისძიება ჩატარდა ახალციხეში, მაშინ ქალბატონი შუქია აფრიდონიძე, რომელიც გახდათ ივან ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, მან არაჩვეულებრივი ღონისძიება ჩაატარა მესერბათა აკადემიის, უნივერსიტეტის და ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასე ვთქვათ, ძალების მეოხებით
და ჩვენ მასში სტუდენტი გოგონები მიგიპატიჟეს რუსაველის თეატრი იყო იქ თავისი სპექტაკლით ჩემო კალამოთი ნუ ჩვენი თეატრის კორიფეები გურამ საღარაძე რამაზ ჭიყვაძე გოგი გეგეჭკორი მოგეხსენებათ ესეთი სახელები აი ჩვენ მასში სრულად პატარები ახალგაზრდები რა შეფასება მოგცათ აი თუნდაც გოგი ძალიან შეგვაქო ძალიან გასამოვდა ქათინაურებით და ძალიან გახარებული იყო ეს ნამდვილად გვახსოვს და როგორი ბანი რას მეუბნებით თქვენთან ერთად მღეროთ კულისებიდან და ეს არის არაჩვეულებრივ ეს ბიოგრაფიაში ერთ-ერთი ნათელი წერტილია ხო თითოეული თქვენგანის გულო გამოცდილება გაქვთ უკვე და ნუ უკრაინელებს შეასწავლეთ ქართული ხო ეხა აი აქაც რაღაცნაირად უნდა ხო არა ჩვენ ეს ვიცი რომ მეკბირდები ჩვენ არ გავჩერდებით გავაგრძელებთ რეპეტიციებს გავაგრძელებთ შესწავლას ახალი სიმღერებისას და რა ვიცი ნახო დანარჩენს რო გვიჩვენებს ძირითადად ვისი რეპერტუარი აი რა თქვენ რეპერტუარში ვისი სიმღერები ქართული სიმღერა ტრადიციული ქართული სიმღერა რომელზეც გავიზარდეთ ჩვენ აი ეს ჩვენი ბებიების დროინდელი ბანტიან გიტარებზე რო ასრულებდნენ და ასე თქვათ მივიწყებულია დღეს მაგრამ რა ვიცი რაღაც ახლებული ჟღერადობა მივეცი თითქოს მას და აგერ ყავს ჩვენი კომპოზიტორი და სიმღერები და დანარჩენიც რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით ვიმღერებთ ის რაც ჩვენ სულთან ახლოს იქნება ალბათ ესაა ყველაზე აი დაჯგუფებაზე არ გიფიქრიათ მარიკა რომ აი რომ დააჯგუფოთ დაუშვათ ნუ ერთი ჟანრის კონცერტი მე თუ აი რაღაცა მოკლედ შევეხები ბანანა რატომ მოვკიდეთ ჩვენ თავიდან დავიწყეთ იშხნელების რეპერტუარით იშხნელები კორიფეები არიან ჯადოქრები ქართული ჰანგის ქართული სიმღერის ქართული ლექსის და სიმბიოზის ამაზე შესანიშნავად ილაპარაკა ბატონმა ანდრო ბუაჩიძემ და სწორედ ეს არის ნამდვილი ქართული მელოდია ქართული ჰანგი თავისი სპეციფიური შესრულების მანერით რა თქმა უნდა და თავისი ტემბრალური პალიტრით ჩვენ ამ რეპერტუარს ხელი მოვკიდეთ სწორედ იმიტომ რომ ნატას და გულიკოს ჰქონდა კლასიკური ქართული აი ესეთი მეცო სოპრანო ნატას და სხვა შორის საკმაოდ დიდი დიაპაზონი და სოპრანო გულიკო ხო აი ეს რეპერტუარი აქედან გამომდინარე თან რომ გვიყვარდა რა თქმა უნდა და ეს გასაგებია და ასე გააგრძელებთ. კარგით, მე და სამწუხაროდ ამოიწურა ჩემი განკუთვნილი დრო. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს არაჩვეულებრივ სტუმრებს ნატას, მარიკას, გულიკოს და მე მომავალ შეხვედრამდე მემშვიდობები მათ ჩემს სტუდიაში და თქვენ გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი გადაცემა თაობიდან თაობამდე მედია კავშირ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გავა სამშაბათს 17 საათსა და 30 წუთზე დროებით მომავალ სამშაბათამდე. მადლობა.